2009 წელს. ვსწავლობ ქვედა სამების საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა და ცეკვა. ამ ორიდან უფრო მეტად მიყვარს ხატვა. ბავშვობიდან ვხატავ, მაგრამ კარგი ნახატების დახატვა დავიწყე 8 წლიდან. ვარ თვითნასწავლი მხატვარი და ჩემი აზრით მაქვს ნიჭი. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუნებას და პორტრეტებს. ხატვაზე იმიტომ არ შევედი, რომ ყველაფრის დახატვა, რაც მინდოდა ჩემით ვისწავლე. ჩემი აზრით ყველაზე რთული არის ადამიანის სახეს დახატვა. ყველაზე ადვილია ბუნების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის მწვანე და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ფერია და ამძიმებს ნახატებს. ვაგროვებ ჩემ ნახატებს და სახლში მაქვს 60-მდე. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა რომ გამოფენა მოვაწყო. ეს გამოფენა მინდა იყოს პარიზში. ნახატები არ გამიყიდია, მაგრამ ყიდველი რომ იყოს სიამოვნებით გავყიდით. თითო ნახატი ეხერებოდა 100 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, უსახლკალო ადამიანებს დავეხმარებოდი. პირადად ჩემთვის პარიზში ვიყიდი კერძო ლამაზ სახლს. ხატვა რო არ არსებობდეს, ჩემი აზრით განვითარდებოდი სამოდელო სფეროში. ბავშვობიდან მინდოდა გამოსულიყავი პრინცესა და გარეგნობაც მიწყობს ხელს. ჩემი აზრით სილამაზით და ჭკუით დამსგავსე დედას და თვალებით მამას. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, მამი და ბაბუა და ჩემი და. მეტი და ძმა არ მინდა, რადგან ჩემი და ყოფნის ნერვების მომშრალად. ის არის 17 წლის და ქვია ნანა. ნანა არის ჭკვიანი, ნერვების მომშლელი და ლამაზი. ნერვებს მიშლის, როცა მეუფროსება. ჩემი აზრით ნანა გამოვა ექიმი. მამიკო არის სიმპათიური, კეთილი, ჭკვიანი და მოსიყვარული. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, კარგი დიასახლისი და კეთილი. ჩემი აზრით მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. ახლა მინდა ვიყო 26 წლის, რადგან მექნება ოქროს დაბადების დღე. მაგ დაბადების დღეზე მინდა მაჩქონ ჩემი წონა ოქრო. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ყავს ძალიან კარგი კლასელები და მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ემილი კახიძე. ყველაზე ჭკვიანი სესილე გოგიტიძე. ყველაზე მშვიდი არის ლინდა ხიმშიაშვილი. ყველაზე ცერქია დაჩი კაიკაციშვილი. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, მეგობრული და მოსიყვარული. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელია მარინა თედორაძე. 4 წელი მასწავლობდა მე და საზოგადოებას, მე-5 და მე-6-ში არ მასწავლეს და შემდეგ ესე უნდა მასწავლოს. იმიტომ მიყვარს მარინა მასწავლებელი, რომ არის მხიარული, კეთილი, მოსიყვარული და ექსკურსიაზეც დავყავართ. მე მგონია რომ განსაკუთრებულად უყვარვარ და სულ მეხუტება. ის არის სკოლის დირექტორი და არის ძალიან კარგი დირექტორი და მასწავლებელი. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი საინტერესოა, ჩემი საყვარელი წიგნი არის კოროლაინი. ფილმების ყურებაც მიყვარს და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მსახიობი. საყვარელი ფილმია ტიტანიკი. მე ასევე მიყვარს ჰიპ-ჰოპის ცეკვა და ცეკვა ვისწავლე ინტერნეტიდან. ჰიპ-ჰოპი იმიტომ მომწონს, რომ არის თავისუფალი ცეკვა და ბევრ ენერგიასაც ვხარჯავ. სამწუხაროდ გოგლაში ჰიპ-ჰოპის წრე არა, თორე შევიდოდი. დედა სულ ჯოხი რომ მქონდეს, ჩემ სახლს გავაცოცხლებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბარსელონაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ნუცა რომ არ მერქოს, რა მერქმეოდა. მე ნუცა დამარქვა შემედებ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნუცა რომ არ მერქოს, ალბათ მერქმეოდა ლიზა. შემდეგ მონაწილეს ვუტყობ ასეთ კითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეეძლო, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურდი თამარ მეფის დროიდან საქართველოში. მე ვიქნებოდი ერთ-ერთი წარჩინებული და დიდგვალოვანი ქალბატონი. ბედნიერი ბარის ოჯახთან ყოფნა და შინაური ცხოველები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.